შლესვიგ-ჰოლშტაინსაც სურს მოძრაობის გაუმჯობესება. გზებზე ნაკლები შიდა წვისძრავიანი მანქანები, მეტი ელექტრომობილურობა, უკეთესი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მეტი ველოსიპედი. სწორედ ამაზე შეთანხმდნენ მწვანეები და CDU პარტია. ამ ყველაფრისთვის, რა თქმა უნდა, საჭიროა გზები. ჩვენ გვაქვს 90 მილიონი ევროს ღირებულების სახელმწიფო გზების განახლების პროგრამა. ჩვენ მწვანეები ასევე ფიქრობთ, რომ აბსოლუტურად სწორია, რომ ჩვენი ყურადღება გავამახვილოთ გზების მოვლაზე და არა მათ ახლა დაშენებაზე. ამაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო გზების მშენებლობისა და ტრანსპორტის ორგანო ჯერჯერობით. და ზუსტად აქ არის შავ-მწვანე ტრანსპორტის რევოლუციის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. კოალიციურ შეთანხმებაში ნათქვამია, გზების მშენებლობისა და ტრანსპორტის სახელმწიფო სააგენტო გახდება ტრანსპორტის სახელმწიფო სააგენტო. უბრალოდ წაშალეთ ერთი დიდი და ერთი პატარა ასოებით დაწერილი სიტყვა და ტრანსპორტის რევოლუცია ამით დასრულდა. ჩემთვის სულ ერთია. გზების მშენებლობა მოაცილეს. ხოლო სიტყვა მოაცილეს. არა, ბუდის გიხდით. ფიქრობ, რომ ეს სისულელე. გზების მშენებლობა მოაცილეს, ესე იგი სხვა ვინმე იქნება ამაზე პასუხისმგებელი. არა, როგორც ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა გამოკვლევის შედეგად გაარკვია. ძალიან კონკრეტულად ვიკითხე, რა ცვლილებებს მოიტანს ეს სააგენტოს პასუხისმგებლობებში. პასუხი ამჯერად არაფერს. გზების რემონტი გაგრძელდება, მაგრამ აღარ იქნება გზების რემონტზე პასუხისმგებელი ორგანოს სახელით. ტრანსპორტის ყოფილი მინისტრსაც შეეძლო კლიმატის ცვლილებების პოლიტიკის ასეთი ბრწყინვალე ნაბიჯის გადადგმა. ჩვენ გსურს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია გამჭვირვალედ მოემსახუროს ტრანსპორტის ყველა სახეობას თანაბრად და ეს მის სახელწოდებაშიც აისახოს. ლოგიკურია, რაც უფრო ნაკლები სახელწოდება, მით უფრო მეტი ანა გულისხმები. ტრანსპორტი ხომ აშკარად გზასაც ნიშნავს. ეს ყველაფერი თვითონ სახელწოდებაშია. ტრანსპორტი გზასაც ნიშნავს. რა თქმა უნდა. ნუ გამოიყენებთ ამდენ სიტყვებს. ეს ძვირი დაგიჯდებათ. ყველა ნიშანი, ავტომობილის წარწერა და ბლანკები უნდა შეიცვალოს. მთავრობა ამისთვის დამატებით ხარჯებს დაახლოებით 210,000 ევროს გაიღებს. მათი ყურადღება გზის მშენებლობაზე უნდა იყოს გამახვილებული და არა რაღაც ნიშნებზე, სტიკერებზე და ბლანკებზე. მათ უნდა იცოდნენ, რა არის მათი საქმე და არა ეს რაღაც წვრილმანები. წვრილმანები, სულაც არა, ნაკლები სიტყვა, მეტი ფულისთვის. საერთოდ არც ისე ცუდია.